ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი ათწლეულებია სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოების გარანტორად ითვლება. ყველაფერი კი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, როცა ყურის ქვეყნები, განსაკუთრებით საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, მსოფლიოს ენერგეტიკულ ცენტრად გადაიქცნენ. დასავლეთის ეკონომიკა კი მათი ნავთობის ექსპორტზე გახდა დამოკიდებული. ამ დროს შეერთებულმა შტატებმა დაინახა აუცილებლობა დაეცვა რეგიონში არსებული რეჟიმები და ენერგორესურსების სტაბილური მიწოდება, რაც ცივი ომის დროსაც გაგრძელდა საბჭოთა კავშირის გავლენისა და ენერგეტიკული კრიზისის შესაკავებლად. ამ მიზნით შეერთებულმა შტატებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გააფორმა. მაგალითად, 1945 წელს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი საუდის არაბეთის მეფე აბდულ აზიზ ბინ საუდის შეხვდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულ შტატებს ენერგორესურსების დამატებითი წყაროები ესაჭიროებოდა, ხოლო საუდის არაბეთი ახალ გლობალურ წესრიგში საკუთარი რესურსების დაცვის გარანტიას ეძებდა. სწორედ აქედან გახდნენ საუდის არაბეთი და შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი მოკავშირეები. ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი ათწლეულებია სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოების გარანტორად ითვლება.